მაკოლი, ხოლო რაც შეეხება ბათუმის ხუთეულს, შემდეგნაირად გამოიყურება ლომიძე, ოჩხიკიძე, ბაშამი, ტომასი და კაკიდვალიშვილი. შეხვედრას მოემსახურა მაკოლი, სამიანი. რამაიც უკვე ორჯერ აქვს სუპერფინალი მოგებული, ერთხელ დელტას შემადგენლობაში, ერთხელ თესეულის შემადგენლობაში. აჰა. ლომიძე, კარგი ჩვენება და ჩაუგდო ღევაძეს. ლომიძე, მეორე. ეხლა თუ ჩააგდო, კი, მეც გეთანხმები, რომ აუცილებლად იქნება ტაიმაუტი. ბოლო ორ მომენტში არ გაუმართლა, ხო, თესეულს ჯერ ცინცაძე, მერე ბენიშვილი, კარგი ნასროლი. ახო თესეურას მოასწრებს. ჰარდრიფტი, კარგად შეძრა, ოჰო, კაი, ბრავო. ეგლექსო ლაფანაშვილმა უკეთიცის. ეხლა ჩაჭრაზე მეტად უფრო ცუდი გადაცემა იყო. ფევაძეს დღეს აქ არ თუ ისე კარგი თამაში. ეს კარგი მომენტი. ეხლა ისე უღიმღამოთ უნდა დამთავრდეს ყველაფერი. აბა, აჰა, მიშა ბერიშვილი. აბა, მიშა. კიდევ შეხვედრაში და მოდი ვიტყვი გიზეთ სეზონში. აი, კიდევ ვინ არის კარგი მსროლელი და ჩააგდო. ეს სროლა მაკოლი შეისეირნა. აქ ეგი ვერი. კი. გუნდი შტაბეჭრილობა. გას. რა კარგი იყო. აი ეს უნდა ჩავარდნები. აჰა, ტაიმაუტი. ოჰო. ტომასი ამასობაში ორ მაგდუბთან ძალიან ახლოს 12 ქულა 8 მოხდა ამის ანჯამში. ოჩახვალიშვილი. 3 ქულა. შვილი. აკოლი. სამიანი გაუშვა. კი, პირველივე წუთებზე აღებული ქულები. აბა ტომასი უნდა ჩააგდოს, ჩააგდო. ბრავო ტომასი. აი, ოჩხიკიძე. უფ, რა კარგი იყო და ერთვალი. ოსი. აი იყო. ოლსტარის გახსნილი, არავინ არაფერს რო არ უშლის. შვება და შეს მოსაზრებებს ცდილობს რომ გააქარწყოს და შეუძლეს სროლა. ახლა ეგ ხო არა, ეგ ისედაც გამყარებულია. დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. და მიულოცოთ ბათუმს ღირსეული თამაში და დამსახურებული გამარჯვება. კი ბატონო. 63-ით 91 ამაგარი დამარცხებული თესი.